გამარჯობა. გამარჯობა. მე ვარ ლელა. მე ვარ ლილა. შენ ვინ ხარ? ლილა. უკანე ახლოს ეგ მიკროფონი. თქვი აბა, დედა, ნერსე. კარგი. მე აი ასეთ თამაშს თამაშობ. შეკითხები უნდა დავსვა დედას ციგნზე. ციგნზე ანუ შეკითხები უნდა დავსვათ ერთად. ეს იდეა? დედაც დამისვამს ოღონდ. ეს იდეა ლილეს ეკუთვნის. ხო. ახლა მოდი ხო სხვა აი თაგუნა. აბა გისმენ ლილე. რომელი შენი საყვარელი ციგნი რომელია? ძალიან ბევრი ციგნი მიყვარს, მაგრამ ყველაზე ძალიან მოდი ვიტყოდი ქართული ხალხური ზღაპრების ციგნი. ჩემი ბავშვობის ციგნი, რომელსაც ჩემი ძამიკოები მიკითხავდნენ. რა ქვია ჩემს ძმებს? იცი? კი. ზაზა და კიდევ არის. ზურა. ზურა. აბა გისმენ. მედი ახლა მე შეგეკითხებ. წუთს ჯერ დამეთავრებია. რა ქვია და პეპი გზელი წინდა შენი საყვარელი ციგნია? კი, პეპი გზელი წინდა ქართული ხალხური ზღაპრების მერე წავიკითხე და ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ბავშვობის ციგნებიდან და დღემდე შეყვარებული ვარ ამ ციგნზე. კარგი, ახლა მე შეგეკითხე. მოდი. კარგი. კიდე დამჩალე. კიდე დამჩალე. ანუ რა ქვია რომელი სიტყვა? პეპი გზელი წინდა და კიდე ხალხური ზღაპრებიდან. სიტყვები? თითო-თითო სიტყვა? აი, მე რა მაგარი კითხვა. როგორი? აი, რომელი? კარგი, მოდი ესე ვიტყვი. ქართული ხალხური ზღაპრებიდან პირველი რაც მახსენდება, მოდი იყოს ბანგი. გახსოვს გუშინ შეგხვდა ჩვენ ბანგი ეს სიტყვა. არ ვიცი ბანგი რა არის. რა დაალევინა იმ ქალმა უმცროს ძმას რომ დაეძინა. ძილის წამალი. ანუ ბანგი. ანუ ბანგი ქვია ქართულ ხალხურ ზღაპრებში ძილის წამალს. ის ციგნი მოგეწონა ჩვენ რომ წავიკითხეთ ძილის წინ. კი, დევებით სავსე ქუდი. ეგეთ ქართულ ხალხურ ზღაპრებში. დევებით სავსე ქუდი, როგორია ბაბა? აი ასეთი ერთი ჯადოსნური ქუდი აქვს. ამბით ვიღაც ბიჭს და რა ქვია ეს ამ ქუდს დასხებს კეტს, ან ჯოხს, კეტს და მე ამოიყურება რამდესაც დასხებს. დასხებს. დაარტყამს. დაარტყამს. ჯოხს. ანუ ამოიყურება იმდენი დევი. და მე იმდენი ვიცინეთ, როცა ეტყვის აბა უკან ჩასკუპტითო, ისევ? არა, როცა ეტყვის ეს ბიჭი გააკეთეთ, ის გააკეთეთ, რომ ამოძლებიან ესენი. მე რო გააკეთებენ ამ ყველაფერს, მე ჩაძვრებიან ისევ, დავკითხავთ ჩაძვრებიან ისევ ქუჩი. კარგი. ხო, კარგი. უხდება, ნახე ვიდეოს, არა? ვიცი, მაგრამ ტელეფონზე. ხო, კარგი. მოკლედ, პეპი გზელი წინდადან მოდი ვიტყვი ასეთ სიტყვას. პარმაღი. იცი რა არის პარმაღი? პარმაღი არ ვიცი. აი, სახლების წინ კიბესავით პატარა აივანია. კიბებით ადეპარ 2-3 საფეხურია და მე აივანია. ანუ სახლის წინ მიშენებულ ღია აივანს სახურავი რომ არ აქვს. არ ვიცი, ამიტომ ვერ მივხვდი, ამიტომაც გავაგრძელებთ. კარგი, გავაგრძელებთ. მოდი მე დაგისვამ შეკითხვას. კარგი იყოს ასე. რომელია შენი საყვარელი წიგნი? გრუფალო. სულ პირველი წიგნი თუ გახსოვს, რა წაგიკითხა დედამ?
რა, ვიდრე გინდა რაც გახსოვს. შეიძლება ესე არ ანუ გახსოვს. მახსოვს რომ მე პირველი წამიკითხე ყველაზე მთავარი და პირველი გრუფალო. გრუფალო? ის არ გახსოვს და ბუზანკალი? სულ პირველი ეგ იყო ისეთი. ნიშნულოვანი წიგნი. არ მახსოვს. კარგი. რომელი პერსონაჟი მოგწონს გრუფალოდან? რომელი? ყველა რა ვიცი, ყველა. რომელი სიტყვა მოგწონს ამ წიგნიდან? მოიხედეს აღარ გუჩერდება, როგორ გავაჩეროთ ხელი. ნუ ეხლა პონი ამოვასკო. აბა? შეგაშინა მელოკალა და შეგაშინა პირია? თუ სიტყვა, ერთი სიტყვა. ან გინდა რომ ის თქვა ფრაზა სტრიქონი? მოიცა. აი, მოგატყუე მელოკალა შეგაშინე პირია. გრუფალო ხო არ არსებობს, მეც კი არ გავიგია. აი, რა მაგარი გოგო ხარ. ლილე, როდის გიკითხავს დედიკო ზღაპრებს, წიგნებს? არ ვიცი, რა ვიცი. ყოველ დღე. ძილის წინ. ხო, მე ყოველ დღე არ ვკითხულობთ და ზოგჯერ რომ მეძინება. არა, მოიცა. ძილის წინ ვკითხულობ, თუმცა ხან. ამ ბოლო დროს რა, რაც ნერსე გაჩნდა ცოტა მაგრამ ერთხელ წავიკითხეთ ერთი ინგლისურად წიგნი დილას. მართლა? რომელიც თეკლას მეგობარმა გვაჩუქა. ნინი, ხო? ნინი, ხო. კარგი, ლილე, შეკითხვა ასეთია. რომელი, ეხლა შენ ხო ხედავ რომ მე სულ ვკითხულობ წიგნებს, გაბრიელე, თეკლაც და შენ არ ოცნებო, როდის წაიკითხავ დამოუკიდებლად წიგნს? არა. ან კითხვას რომ დაიწყებ. მე ხო წიგნებს წაიკითხავ და რომელი წიგნი იქნება პირველი, რომელსაც წაიკითხავ? შენ თვითონ. არ ვიცი რომელი წიგნი. რა ვიცი დიდების წიგნი. ხო და რომელი წიგნი? ხო არ მოგწონს რომელიმე განსაკუთრებულად? ებიგდელი. აი მე გავგიჟდები სიხარულს შეიძლება გადავყირავდე. დავეცე. კარგი. მორჩა, გავთიშოთ? ჯერ არა, რაღაც ხარისენებს ეს და ვაიმე ამის ცხვირი. ღმერთო რა სიცხვილია? ბოდიშით. არა უშავს. ბოდიშით. გავერთეთ. მაგრამ რა უშავს. ხო, აბა ახლა შენ დამისვი შეკითხვა და ეს როგორ გამოგვრჩა? ამიტომაც ერთ წამს დამელოდეთ აქ. აგარა, ვინცო შოშინე ბავში. აი ამას ნადა. ბოდიში ხდით როცა გავთიშეთ. და ეხლა კიდე ბოდიში ხდით, იმიტომ ხმაური შემოვა, რადგან გაბრიელმა ფეხბურთს უნდა უყუროს. და ასე შემდეგ, ეხლა მე დავსვამ კიდე დედას ერთ შეკითხვას, რომელიც არ დამისვი აქამდე. მე რა საინტერესო. მე ასეთ შეკითხვას გისმა. აბა გისმენ. მე ვცდილობ რომ იქნებ გავართოთ. აბა გისმენ. იცი ფიქრობ ახლა ჯერ ამ ხდა მოფიქრებული აბაჭი. ანუ ლილე ბოლოს რა წაიკითხე? რა წაგიკითხე მე? რა წავიკითხეთ მოდი ესე. რა წავიკითხეთ და მე ვიცი. ეხლავე მოვა. აი, აბა გვაჩვენე. მე დაგიწყე. ეხლა მე მონი გავთიშეთე ეს. ისე. აი, მე საერთოდ ეხლა ჩავთეთ. მიდი, აბა.
მე მგონი ანუ ჩვენ ახლა ასეთი რაღაც იდეა მოვიფიქრეთ. ჩვენ ახლა ვილაპარაკებთ ამ წიგნზე. ბოლოს რომელსაც წავიკითხეთ შიგ სავსე დევებით სავსე ქუდი. ქუდებით სავსე ქუდი. ერთი წუთი რაღაცას ვიტყვი, ეს წიგნი გამომიგზავნა ჩემმა მეგობარმა იაკომ, რომელმაც ბუკინისტთან შეიძინა, თავად ვერ მოახერხა გამორთმევა და მე მითხრა რომ მგონია რომ შენ გაგიხარდება ყველაზე ძალიან ახლა ეს წიგნებიო და გამომიგზავნა და რომელ წელს არის იცით ეს წიგნი გამოცემული? იცი რამდენი წლის არის ეს წიგნი? ჩემზე დიდია ლილე. მოიცადე? მოიცადე ნახო ერთი წუთი გამომართ მიკროფონი ლილე. გამოგართმევთ. 1984 წელს არის გამოცემული. 40 წლის ეხლა წიგნია. ეს წიგნი ძალიან შემიყვარდა, რომელსაც პირველად წავიკითხეთ და მე მგონი მინდა რომ სულ წავიკითხოთ, სულ ყოველდღე. სულის ანუ ძილის წინ ყოველდღე ვყავთ. ეს წიგნი არის ჩემთვის ძვირფასი. მიდიკოინე. რომ მოგერი გოგო ხარ. გონი მოგეწონათ? ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ფეხბურთი იწყება და გაბრიელი გველოდება. ჩვენ გამოტელევიზორს შეიძლება ჩართოს კიდევ შეიძლება ჩართვა და შეიძლება ჩართოს, მაგრამ არ თავს. ხო და ეს წიგნი შე რო გინდა დავაპარაკე არის უსაყვარლესი, იმიტომ რომ ერთ ბიჭს აქვს ჯადოსნური ქუდი, როგორც უკვე თქვით, ამ ქუდს ჯერ არ იცის რა ჯადოსნური ძალა აქვს, ტყეში შევა, ხის ტოტებს ხის ტოტებზე მოედება ქუდი, ძირს ჩამოვარდება და ძალიან გაბრაზებულია ეს ბიჭი დანაპირს არ უხსნის, იმიტომ რომ ძმებმა ქონება არ შეახვედრეს და დასხებს კვეთს და ამ დროს მოიყრება ორი დევი, იმიტომ რომ ორჯერ დაარტყა. თურმე რამდენჯერაც დასცხებ, როგორც ლილემ თქვა, იმდენი დევი ამოდის და ეს ზღაპარი არის აი ამაზე. ჯადოსნურ ქუდზე და დევებზე და და ბიჭზე. დაგათვალიერებინებთ. კარგი აზრია. და დავშვიდობთ მე. და დაგემშვიდობებით. ეს ამ რაღაცა მოხდეთიკას. მართლა? აი მე მოდი გავთიშეთ. აბა კარგად, სხვა დავთვალიერებინეთ. კარგად. კიდევ ჩაკიცე. კიდევ. და რა ვიცი, თქვენ ასე თქვით. ჩართე, გაბო. გითხარით რას გეტყვით, ხო? ლილე საინტერესებს. აბა კარგად. კარგად.